მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხალხო, ძალიან მიხარია, რომ ესე იგი დავბრუნდი თბილისში ცოცხალი და ჯამთელი და ძალიან კარგი სტუმრები გვყავს დღეს, ძალიან საინტერესო საღამო გვექნება, ძალიან კრიტიკული და ძალიან ტკივნეული და ამავე დროს ძალიან საჭიროთო. ჩემთან სტუმრად არიან დღეს დათო გრიგალაშვილი, ჩემი ბავშვობის მეგობარი და აგრეთვე ესე იგი ერთ-ერთი ლიდერი მოძრაობის, რომელიც ახლა იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობას წარმოადგენს, ჩემო ბატონო და ეს არის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობაზე, ქალბატონი მარინა ხატიაშვილი, რომელიც გახლავთ ხელოვნების სპეციალისტი, ურბანისტი, ჯენტრიფიკაციის აგრეთვე ამ პრობლემასთან მომუშავე ადამიანი და აგრეთვე რომელიც ვილაპარაკებს ჩვენთან ერთად, ვილაპარაკებთ ერთად დღეს ვისაუბროთ ერთად იმ პრობლემებზე, რომლებიც აქ კაპიტალისტურ და ლიბერალურ სისტემას და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ აი ეს მტკივნეული საკითხები გადავახოთ. მანამდე მინდა ორი სიტყვით გითხრათ, რომ მე ბოლო 3 კვირის განმავლობაში ინდოეთში გახლდით და ერთი კვირა დაახლოებით 10 დღე გავატარე ტამილნადუს შტატში, სადაც მომიწია და ხვდა წილად ბედნიერება იმისა, რომ ქონოდა ურთიერთობა მსოფლიოს ერთ-ერთ უღატაკეს ფენასთან და ნახე რეალურად რა სოციალური პროგრამები ხორციელდება, ეგ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციების სიტყვა ალბათ მაპატიეთ, რომ სიტყვას ვხმარობ, აღარ შევიგინები მეორეჯერ იმ სახალხო ორგანიზაციებს შორის, უფრო ესე ეძახიან ინდოეთში ეძახიან people's organizations, ასე ვთქვათ, სახალხო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ და თვითონ მთავრობის მიერაც, არა, რა ხდება ამ სოციალური საშინელი გასაჭირის ალევიაციისთვის და რა ხდება საერთოდ მთლიანობაში ამ პრობლემის დაძლევისთვის, რომელიც არის საშინელი პრობლემა არის სიღატაკის. დღეს ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი არის საჭმლის და საკვების გარეშე ლიბერალური სისტემის წყალობით. დაახლოებით 22,000 ბავშვს ვკლავთ ჩვენ ლიბერალური სისტემის წყალობით შიმშილით ყოველდღიურად იმისათვის, რომ ჩიკაგოს მერკანტილურ ბირჟაზე, ასე ვთქვათ, სასაქონლო ბირჟაზე ფასები, საჭმლის ფასები არ დაეცეს, სწორედ ფასების კონტროლისთვის ხდება საჭმლის ეგრეთ წოდებული დაწვა, განადგურება, დაზოგვა 22,000 მშიერი ბავშვისაგან, რომელსაც ყოველდღიურად ხოცავთ და წლიურად ჩვენ ერთი ჰოლოკოსტზე მეტი გვაქვს, 8 მილიონი ბავშვს ვკლავთ მარტო, მხოლოდ იმიტომ, რომ ეგრეთ წოდებულმა თავისუფალმა ბაზარმა გაიხაროს და კაპიტალისტები სწორედ ამიტომ ვერ შევლენ 64-ში, რომ ისინი 22,000 ბავშვს კლავენ იმისთვის, რომ თვითონ ჰქონდეთ შემოსავალი ყოველდღიურად. და ყოველწლიურად 8 მილიონი ბავშვის გენოციდი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ღარიბი მშობლებისგან დაიბადნენ. ხო და ამ სისტემაში ჩვენთანაც გამოჩნდა უკვე საშინელი პრობლემები, ჩვენ ყოველწლიურად აგრეთვე 300-დან 600 ბავშვამდე კლავთ და ამაზე თემა საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა. ეს არის დანაშაულებრივი მონობის სისტემა, ეს არის მკვლელი სისტემა, რომელიც საქართველოში შემოვიდა, თუ ადრე გულაგში კვდებოდა ხალხი, დღეს შიმშილისგან კვდებიან ბავშვები, უსახკარო ბავშვები და მათი მშობლების გაუსახკაროების პროცესი დღეს ძალიან დიდი სიმძაფრით გრძელდება და ეხლა კიდევ აი ქალბატონ მარინას მინდა გადავცე სიტყვა, რომელიც გარდა იმისა, რომ არჩეული სპეციალისტია ხელოვნების, ერთ ფაქტზე გვესაუბრება, რომელიც ძალიან სამწუხარო ფაქტია, გუშინ კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს კაპიტალისტებმა და იგივეს. ხო, არა, ნუ პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო ოჯახს, ბატონ თამაზ მოსეშვილი გარდაიცვალა 2 დღის წინ გულის შეტევით ბაკურიანში. ქალბატონ ნანას მის მეუღლეს, მის ოჯახს და ახლობლებს მინდა მიუსამძიმრო. აქ ნუ ეს ცალკეული ოჯახის ტრაგედია რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ არის სამწუხარო, აი ძალიან სამწუხარო ის, რომ ეს არის ლამის უკვე ერთი რიგითი ისტორია ამბავი ჩვენი რეალობისთვის. ეს ამ ოჯახის ისტორიაც უკავშირდება მევახშეობას და მათი მევახშეობის მსხვერპლი გახდა ეს ოჯახიც. რაღაცა პერიოდის წინ მათი ბინა, რომელიც იყო რამდენიმე ასობით $1,000 ღირებულების, გაიყიდა 17,000 ლარად აუქციონზე. ამის შემდეგ ეს შეიძინა ვინმე ნუგზარ სალარიძემ 17,000 ლარად მის შვილზე გაფორმებული ეკატერინე სალარიძეზე და ოჯახი თხოვდა, რომ ნუ $60,000 იხდიდნენ, რომ უკან დაებრუნებინათ ბინა 17,000 ლარად გაყიდული. რაზეც უარი მიიღეს სალარიძეებისგან, ნუ $200,000 ითხოვდნენ ისინი. და ნუ მოგეთ არ მოხდეს შელაპარაკება, ნუ ეს ადამიანი გარდაიცვალა უსახკარო მდგომარეობაში ამ ეტაპზე.
და ესე მაგრამ აქ ხა უბრალოდ ბევრი პრობლემა იყრის რა ერთის ძალიან ტრაგიკული ისტორიის გარშემო თავს. აი სწორედ ეს უკანონობა, სწორედ ეს განმკითხობა და უსჯელობა ხელისუფლება, რომელმაც 3 წლის განმავლობაში ვერც ერთი ღირსეული კანონი ვერ მიიღო, რომელიც საბანკო საქმიანობას აუქციონის წესს დაარეგულირებდა. და ნუ და ესეთი ისტორიებით არის დღეს სავსე ქართული რეალობა. და ეს თქმა მინდოდა კიდე ამასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში რაც ალბათ უნდა მოხდეს და დროა, რომ ამაზე ხელისუფლებამ იფიქროს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება ამას ვეღარ მოახერხებს, იმიტომ რომ ნუ ახლა 3 წლის მანძილზე რომ ვერ გააკეთებს საქმეს, 10 დარჩენილ 10 თვეში იმას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებ. ერთმნიშვნელოვნად ალბათ უნდა დაიწყონ ფიქრი მორატორიუმზე და უნდა სანამ ახალი ხელისუფლება გაჩნდება ქვეყანაში, რომელიც მონახავს თავის თავში მეტ ენერგიას, მეტ ძალას და მეტ გადაწყვეტილების მიღების უნარს, რომ შეცვალონ რაღაცა მართლა ეს მიმართულება, იმიტომ რომ ეს მევახშეობის პრობლემა არის უკვე კატასტროფული პრობლემა ქვეყნისთვის. ტერორის სახე მიიღო, მთელი ქვეყანა, მთელი ერი ჩართულია ერთი მხრივ მევახშეები, მეორე მხრივ მევახშეებისგან დაზარალებულები და კიდე ერთი ფენა ჩნდება მევახშეებისაგანვე დაზარალებული მევახშეები. ეს კიდე რაღაცა ახალი კურიოზია, არც ისე ახალი, მაგრამ ნუ აშკარად იკვეთება, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ვსწავლობთ ამ საქმეებს და თითოეულ პიროვნების საქმეს. იმიტომ რომ ხდება ესეთ რაც არის მევახშე იღებს სესხს, თქვა ბანკიდან, ან რომელიღაცა კორუმპირებული ჩინოვნიკისგან, რომელსაც აქვს ზედმეტი თანხა, რომელიც შეუძლია რომ გაასესხოს ეს ვახში, შემდეგ ასესხებს ეს ადამიანი ამას უფრო მაღალი პროცენტით, შემდეგ ვერ იბრუნებს უკან, ამასობაში ის ბანკი ან ის ჩინოვნიკი ამისგან ითხოვს თანხას და ნუ ყავს ასეთი დაზარალებულებიც, მევახშისგანვე დაზარალებული. რაღაც ესეთი კურიოზულ და რაღაც რთულ სურათთან გვაქვს საქმე და ნუ ალბათ პირველ რიგში ნუ ხელისუფლების კანონი, რომელიც ეხლა 2 დღის წინ მიიღეს, სრულიად ესეთი რომელსაც ხალხი რაღაც ძალიან დიდ ხანს ელოდებოდა, მაგრამ ეს კანონი არ არის არაფრის მომცემი აბსოლუტურად, რომ ის რო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და სასამართლო გადაწყვეტილების გზით მოხდება ადამიანების გამოსახლება, ეს ერთი თვით აგვარებს ამ ადამიანების პრობლემას. იმიტომ რომ კიდევ უფრო გართულდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით და დღევანდელ პირობებში ძალიან ნუ ამას წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ სასამართლო დღეს მიიღებს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ადრე იყო იგივე პრაქტიკა, რომ სასამართლოს და პრაქტიკულად არ არსებობს ბანკისა და მევახშის სასამართლო პრაქტიკაში და ჩვენ კანონმდებლობაში. პირდაპირ ვთქვათ, ვის ემორჩილება სასამართლო, გინდაც ეს პარლამენტარები მარიონეტები არიან დიდრების. ან თვითონვე არიან დიდრები. ერთი ვარიანტია ხა რეალურად ჩვენს ქვეყანაში, რომ ვლაპარაკობ დემოკრატიაზე, არის რეალური დემოკრატია. რამდენიმე ოლიგარქი არსებობს, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ეს პოლიტიკოსები ყავს დაქირავებული მყეფარე ძაღლებად, ან კიდე თვითონ არიან ისინი, ესე იგი, პოლიტიკოსები თვითონ არიან ოლიგარქები. არა, რეალურად დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ დემოსის სისტემა, ანუ ხალხის სისტემა. ხალხის 90% ტოტალურად მარგინალიზირებულია საქართველოში. მისი ხმა არ ისმის. გაიატრის პრივატმა დიდებულად დაწერა ამის შესახებ, სუბალტერნის ხმა არ ისმის. არ ისმის ბატონო, სუბალტერნის ხმა არ ისმის. ეხლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ დემოკრატია გვაქვსო. როგორ შეიძლება ლიბერალიზმი, რომელიც მოსახლეობის 1%-ს აცხოვრებს 99-ის ხარჯზე და ამ 99-დან 80 არის უკიდურეს სიღატაკეში და ადამიანებს სახლიდან ასახლებს. ამათი კანონი რატო უნდა დავიცვათ მითხარი? არ უნდა დავიცვათ. რატო უნდა დავიცვათ? ეს კანონი რამეს აი მე მაინტერესებს ხალხო მარდეს დაუბრუნდები, ისევ შენს დაგიბრუნდები ამის მერე. მე მაინტერესებს ხალხო მარდეს. რეალურად ეს კანონები ხო იმათი დაკვეთითაა მიღებული. იცი რა, ირაკლი, მე საერთოდ მგონია დემოკრატია ესეთი რამე. ის კი არ არის. დემოკრატია არის სისტემა, სადაც უმრავლესობა ირჩევს, ქირაობს უმცირესობას, რომელმაც უნდა მოაგვაროს ამ უმრავლესობის დაკვეთა. იმიტომ რომ მე რომ მეზარება პოლიტიკაში ყოფნა და ვთქვათ ვინმე ეკატერინე ბესელიას რო არ ეზარება, მე ქირაობ ამ ბესელიას
რომელმაც კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას ადამიანის უფლებები. ისე იმიტომ ზის იმ კომიტეტის ხელმძღვანელად. ხოჩოს ეკატერინე ბესელია ჩვენი ვარდენას იურისტი იყო და ავიყვანეთ იმ სასამართლო პროცესზე ცრუმოწმე იყო ჩვენი სოსო თოფურიძე, რომელიც მერე გახდა კუდის უფროსი მიშას დროს. ცრუმოწმე ყავდა სოსო თოფურიძე, რომელმაც ცრუჩვენება მიცა, მაგრამ ესე იგი მაშინ გივით არგამაძეს ჩვენთან ერთად იყო, ეკა ბესელიაც იყო, ერთად ვიყავით ყველანი და ავიმოდეთ ამ პროცესში და სოსო თოფურიძესაც ეს ცრუჩვენება. არ ვიცი, შეიძლება ეკა ბესელია არ არის სუდი ადვოკატი, მაგრამ დღეს ის არის ჩემს მიერ დაქირავებული ადამიანი, რომელმაც კეთილი უნდა ინებოს და რაღაცა კორუფციულ შარშში არ უნდა გაეხოს, უნდა შეასრულოს ის დაკვეთა, რაც მას პირდაპირ მოვალეობით ევალება, ადამიანის უფლების დაიცვას. და დღეს, როდესაც ეს პარლამენტი, აი სრულიად ამას სრული პასუხისმგებელი, სრულიად უმაქნესი პარლამენტი, რომელიც ჯერ რა სელექციით მოხდა და ვინ იყო სელექციონერი. ეს გაყალბება იყო. ნუ ახლა უნდა შეარჩიო ადამიანები. ეს პარლამენტის გაყალბება. ორიოდე. უბრალოდ სხვანაირად მენეჯმენტი, გაყალბების მენეჯმენტი ქვია მაგას. ხო, შეიცვალა გაყალბების. ესე იგი, რამდენი პროცენტი მიცეთ ამაზე ის ხალხს უარდა. არა, გასაგებია, ესე იგი და სხვა რაღაც იყო, ოღონდ ნაციონალები არ ყოფილიყო, მაგრამ ნუ ხალხიც ამაზე არ ფიქრობდა. ეს გაყალბების მიზანი იყო, რომ ხალხს არ დაეხტო მიშა და მიაღწიეს იმას არ დაახშეს მიშა წავიდა მშვენივრად არ ეხლა და ეს 60% მიცეს ამათ, რომ იმისენი არ დაეხტო და 40%. ხო, მაგრამ არ მაინტერესებს, მე როგორ მოხდნენ ისინი, მე მაინტერესებს ის, რომ დღეს ისინი აკეთებდნენ იმას, რასაც ვერ აკეთებდნენ. და ვერც გააკეთებენ, იმიტომ რომ ნუ ახლა ჩემს უკეთესად ვინ არიან ესე, ხო 2-3. ანუ თქვენი, ჩემი დათოს დაკვეთას არ ასრულებენ. უბრალოდ ადამიანები დასათვლელი, თიძე დასათვლელი წერა-კითხვის ცოდნეს ის იმ პარლამენტში. ეგენიც კაც ზარი გველოდება ეთერიდან, ესე ვთქვათ, ეთერის გარედან. გამარჯობა, ჩემო ბატონო, მოგესალმებით. მოგესალმებით საღამო მშვიდობისა, ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა და ძალიან მიყვარს უკვე დიდი ხანი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა იცოდეთ და მე პირადად გიძღვით ბათუმიდან სალამს. ხოცლეთ, გაიხარეთ, ჩემო ბატონო, გაიხარეთ. გაითიშა? ბათუმის აქტივისტი. ხო. რატო გაითიშა? ხო. რაღაც შეკითხვა ქონდათ და მე ესე იგი მიეცეთ საშუალება რომ დასვანე შეკითხვა. ჩემო ბატონო, აი ბათუმიდანაც დარეკეს. ბათუმშიც საშინელი უსამართლობები ხდება რა. ბათუმში თუ შეიძლება ვიტყვი, ბათუმის თემას ვიტყვი, აჭარის თემას რა. მიზანმიმართულად ირაკლი მიდის განადგურება. არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები როგორები, იცი, სადაც ეროვნული ბანკის რეგულაციაც არ მოქმედებს. ვადაგადაცილებულ დღეზე 3.5% ახთ, ესე იგი თვეში რამდენი გამოდის, ხო? 100%, ხო? როდესაც ეროვნული ბანკი იძახის თვეში 2% ნახევარზე მეტი არ გაცეთო. ის მაღალია, რასაც ეროვნული ბანკი საშინელებაა, მაგრამ წარმოიდგინეთ და ხალხს ერთმევენ ბინებს, მიწებს, ხო ხვდებით და აჭარა ჩვენ კარგად ვიცით, ხო? თუ გინდა 18-დან 21 წლამდე ინგლისელები, გერმანელები სულ ყველა დაინტერესებული იყო ნობელმა იქიდან დაიწყო, ხო ხვდებით? ბურჯია, ხო? იწყებენ აჭარის განადგურებას. არის თანხები, როგორი თანხები, სხვადასხვა ქვეყნის თანხები. აი მაგალითად იმ დღეს მე და ქალბატონმა მარინამ ერთ-ერთი პიროვნება გვარს არ დავასახელებ, ხალიქ ბანკიდან 1907 ბინა აქვს გადაფორმებული. განაცხადი აქვს შეტანილი, განაცხადი. განაცხადი იქიდან რაღაცა გადაფორმებული. 6400 იყიდა. ხო რა, ვიღაცა მასეთი 6400 ბინის ფლობელი. ფლობელი. ალბატონი სოხაძე არის ეს კაპიტალი. ხო, მაია სოხაძე. სხვილი კაპიტალი. სხვილი კაპიტალი, რომელიც არ ვიცი და რომელიც ამ სიმდიდრის გადასახადს არ იხდის, ხო? რაღაც ესენი ვინ არის? ესენი პარლამენტარების ნათესავები არიან. ესენი პოლიციელების ნათესავები არიან, მინისტრების ნათესავები, არმანიას ნათესავები არიან თუ ისი ნათესავები არიან? სქემები და გვარები. ეხა ამჩუქში დამოღებული არა გვაქვს, წინა ეთერში ბატონ გია კორკოტაშვილთან რამოდენიმე გვარი დავასახელეთ. გახსოვს ალბათ გვარები. ისი აღარ მახსოვს, მოიცადე გავიხსენებ ერთ გვარს. მერაბიშვილის სიდედრის და რომელიც მათ 25 ბინა ერთ შვილს აჩუქა. თაკოსალაყაია დედის და ერთს აჩუქა 25 ბინა მეორეს, იქ ჩანაწერი აქვს ერთ-ერთი რომ ტირის ეს რამ იყო ჩემასიძემ. ერთი წუთი კიდე ზარი ყოფილა დათო მოსმინოთ და მე გავაგზავნოთ. გისმენთ ჩემო ბატონო? მოგესალმებით.
და მადლობას გიხდით იმისათვის, რომ შეეხეთ ამ მეტად მტკივნეულ თემას, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. დიდი ხანია ფიქრობდი, რომ ვიღაც უნდა ჩარეულიყო ამ ამბავში და ვიღაც ეს არის გონიერ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ბოლოს და ბოლოს მოსთხოვდა პასუხს მევახშეს ან იმას, ვისაც ხელი ეწევა მათი კანონების შედგენა თუ გაკონტროლება. სასწაული ხდება საერთოდ. ამდენი კრედიტები, რომელსაც არ ვიცი, ჯერ მობილურზე მოდის უამრავი. აიღეთ. ეს არის ისიც მასტური, რომელსაც უნდა შეგიტყუოს მახეში. კი ბატონო, ვისაც გონი მართებს და სიტუაცია ხელს უწყობს, არ წამოეგება ამ ანკეტზე, მაგრამ არის კატეგორია ხალხის უაღრესად ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველა პირობაზე არის თანახმ. მე იქნება შანტაჟი, ახალ ვერ იხდის ადამიანი, ისე იგი ძირს ვერ იხდის, რაზეა საუბარი. და იქით გამოდის ისე, რომ დაუშვათ თუ აიღე 100,000 საბოლოოდ შეუძლია რა შენ 25,000 უნდა დამიფრონო მე ვალი გაქვს. როგორ შეიძლება ამაზე თვალის დახოჭა ხალხს? ეს ხომ ძარცვა. ეს არის ტიპიური ძარცვა, რომელიც არ ვიცი. ალბათ ვიღაცის მიერ ხელშეს ყოფილია, ხო? ამ გაღარიბებულ, გაუბედურებულ ხალხს, იმის მაგივრად რომ რაღაცის ხალხში დაუდგნენ, ხელი შეუწყონ, დაბალ პროცენტიანი რაღაც შეცხები გასცენ, შეიძლება შემოსული არიან ისრაელიდან, საიდან არა, ვისაც არ ეზარება. დაწუნებული ვარ მე რომ არ ვიცი, ვის უნდა კონდეს იმდენი თანხა, რომ ასე უსასწროდ იქეთ-აქეთ არ იგოს. აი ეს არის ეს, თუ პასუხს მოვისმენ, უაღრესად დაბავალებს და თუ ვინმე ჩაერევა ამ საკითხის მოგვარებაში საერთოდ. უხმესი მადლობა იმისთვის, რომ ხართ, იმისთვის, რომ გულთან მიგავთ ხალხის გასაჭირი. კარგად გრძელდებოდეს წარმატებები. დაიხარეთ. პეტრით, ეს მაია სოხაძე, ერთი მაია სოხაძე, რამდენი მაია სოხაძეა? ყავს ხალიქ ბანკს. ეხლა რამდენი ეყოლება? ხალიქ ბანკი არის ყაზახური ბანკი, ეს არის და ეძახიან ინვესტიცია შემოვიდაო რა, ეს ფულის გათეთების სქემა არის. ეს რა ინვესტიცია არ ვიცი რა, ხალხის გაგათება. ესეთი პატარა ბანკები ფულს ათეთრებენ ხშირ. მე ხდება ტერორით გამოსახლება ირაკლი, რამოდენიმეჯერ მე და პოლიცია არის ჩამული ადამიანების გამოსახლებაში. ტერორით თან. ტერორით, ტერორით. და ხშირად ამ ბინებისგან, ესეც უნდა ვთქვათ, არა? ხო. უნდა ვთქვათ, რომ ამ ბინებიდან ადამიანებისთვის მათზე უარის თქმევინება, ასე ვთქვათ, ხდება კრედიტში ჩადება, ხდება ასევე ძალდატანებით. ძალდატანებით ხდება ყველაფერი ეს, ბევრი ფაქტები გვაქვს, ბევრი ისენი გვაქვს, ეხლა მაგალითად ბათუმში გვაქვს ბევრი ფაქტები და 16 რიცხვში მივდივართ. ზეგ. აი შემახსენე იმ ერას მოედანზე 2 საათზე, ბატონო? ეს პროკურორის სახელი და გვარი, რომელიც ისაინ სამგორის არაქელოვას რო უთხრა, ლეონიდე გერგედავა. რომელიც ეუბნება პირდაპირ. აგახიეს ბინაო. აგახიეს ბინა და დაივიწყა ეგ ბინაო, იმიტომ რომ და გერგედავა რომელია ეს? ისაინ სამგორის პროკურორი. ზონდერი რო არის ხო? ეს ზონდერია ერთ-ერთი ცნობილი მიშა ზონდელი. მართლა, ისაინ სამგორის პროკურორია რა, ეხლა ეს არაქელოვა იძახის დავადგები პირზეო რა, ესე მითხრა აღძრული იყო 2011 საქმე. საქმე აღძრული საქმეებია ირაკლი გაჩერებული ბევრი, იმიტომ რომ ისევ იქ ფარველობენ. აი იგივე ეს კალბატონი, ბინენაცია ჩაჩანიძე, რომელზეც საქმე იყო აღძრული, დღეს ქართულ ბანკის იურისტია. ხო. უნივერსიტეტშია შეხწეული. ბატონი პაპავა თუ დაინტერესდება, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია და ვეტყვით გვარს, ეხლა არ მახსოვს არ მიწერია. უნივერსიტეტშია, ყველგან შეაღწია, ეს არის იპოთეკა. ამიტომაც არის, გესმის რომ ეს არის სენი ეს არის უკვე სახელმწიფო რანგში აყვანილი პრობლემა, რომელიც სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ მიიღოს ნორმალური რეგულაციები, ნორმალური კანონები. საბანკო საქმიანობის შესახებ. ვიღაცა უნდა არეგულირებდეს. საბანკო საქმიანობის შესახებ კანონი უნდა მიიღოს ნორმალური, სადაც იქნება დაცული როგორც ბანკის უფლებები და მებაღშეს უფლებები. ეს მებაღშეობა საერთოდ მარაზმია, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს ბანკი და არა ეს კერძო მებაღშეები, რომელიც საერთოდ ისინი ცალკე შავდღეში არიან. თვითონ, იმიტომ რომ მაგათი ბედი, არ შეიძლება ადამიანს, ხოლო ეს არის სრულიად სახე დაკარგული ადამიანები, რომელიც ხროვას დაამსგავსეს, რომელიც არ ვიცი,
კიდე მე ძალიან ეს რო ხვდები ხოლმე ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ვიწევს ხოლმე რა ვიღაცას და რომ ვცდილობ და ახლა რო იქ რაღაცა გამოსა. ეს საოცარი ხალხი. აბსოლუტურად სახელდაკარგული ადამიანები და ცოდუა ეს ხალხი. ძალიან ბევრი უკვე გესმის? აი ფულის გულისთვის მიდიან ყველაფერზე. ხშირ შემთხვევაში ეს ფული მაგათი არ არის და ვიღაცის სხვის ფულს იცავენ. აი გავახსენე ბატონ ირაკლის რა. დიდი ღომში თუ გახსოვს, მე მევახშებს, რო შევაჩერეთ გამოჩერება ავანტყოფები რო იყვნენ და არ ქონდათ უფლება. მევახშე ტირო და ვალიმაკ სხვისიო. ხო, ესენი თვითონ არიან. ხო, თვითონაც უცაა კიდევ ერთი წუთი აბა ვნახოთ. მარინე შედანია თამარ ლომიძე, ასეთი წვრილია კიდე მევახშეების. არა, ხო, მაგი ბევრი ანუ ეს მევახშეები თვითონაც არიან მდგომარეობაში. კი, იმიტომ რომ სხვისი ვარია. ზარე არ გვესმის, აბა გესმით ჩვენი? გამარჯობათ. გისმენთ, ჩემო ბატონო, გისმენთ. მოგესალმებით წამყვანებს ყველას და ისე უბრალოდ აი ეს რჩევა არის მოგწევთ. ხომარჯობია. ცოტა ხმამაღლა. შეგიძლიათ ცოტა ხმამაღლა ხმას რა უწიოთ? პირდაპირ ეთერში დაასახელოთ მათი გვარები. გვარები დავასახელოთ რა? გვარები დავასახელოთ. დაასახელოთ მათი გვარები. აი ვინც იცით თქვენ ხო? არის ძალიან ბევრი დაზარალებული, ძალიან ბევრმა იცის მათი სახელები და გვარები და ხომ არ ჯობია რომ აი ესე პირდაპირ ეთერში თქვათ მათი სახელები და გვარები. აი ალბათ ისმინეთ ახლა გეტყვით უბრალოდ რა. მდგომარეობაში აყენებენ ამ ხალხს. შარშანდელი მონაცემებით 80,000 კაცი არ უნდა მოერიდოს ამის თქმის არა. არიან ასეთი მევახშეები. აი ხა გეტყვით მაგალითად ორს. არის ერთი მარინა შედანია და მეორე არის თამარ ლომიძე. რომელსაც 130 ბინა აქვს ერთს მის სახელზე გაფორმებული და მეორე სადღაც 50-მდე. არანაირ საშუალებას არ აძლევენ ადამიანებს, რომ გამოისყიდონ თავიანთი ბინები. დაინტერესებულები არიან უბრალოდ ხალბატონო და რა მაინტერესებს? შეიძლება ბევრი ბინა ჩაიგდონ ხელში. ამ ადამიანების უკან ვიღაცა ძალები დგას თუ ესენ დამოუკიდებლად მოქმედებენ. მათ ხო იქნებ რაღაცნაირად შერცხვეთ ამ ადამიანებს და აი შეწყვიტონ აი ესეთი რაღაცები. ხო შეიძლება ამის გაკეთება. ძალიან საინტერესოა. დაასახელეთ, აი ყველამ ვისაც შეუძლია, ყველამ უნდა დაასახელოს მათი სახელები და გვარები. ვინ არის მარინა ლომიძე? თამარ ლომიძე ნაცესავი ეყოლება, მეზობელი ეყოლება, რაღაცა ეყოლება. ალბათია ირაკლი. ეხლა ჩვენ ვაპირებთ ჩვენ ეგ არის მთავარი. აი ეს ადამიანები ეს მარავე. ეს არ არის. როგორ ეს ვიღაცა ადამიანები ნანახი მყავს აი გამოსახლების უბრალოდ მოხდა ისე რომ მე ეს მარინე შედანია თამარ ლომიძე. ეს არ არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება ქონოდათ ხელში ამხელა თანხები. ნუ არ ვიცი, შეიძლება ქონდათ რაღაცას აგრო. მე ვფიქრობ გამორიცხულია. არა, ხშირ შემთხვევაში რომ ნახულობ ამ ადამიანს შეგძნობ, რომ ეს გამორიცხული ამ ადამიანს არ შეიძლება რომ 30,000, 100,000 ასეთი თანხები ქონდეს ხელში, იმიტომ რომ ეს 100-ობით ბინა აქვს ერთმან გადაფორმებული. ესე გეძონა ხშირ 130 ბინა აქვს, 100 ბინა აქვს. გესმის და რა თქმა უნდა ამათ უკან გრანში არის ვიღაცა. ეხლა ჩვენ კიდე რატო არ გვინდა ჯერჯერობით თითონი მაღალი თანამდებობის პირების თქმა ვიცით, ბევრი ვიცით მოგეხსენება. უბრალოდ კიდე საქმეებია მოსაძიებელი, როცა ამბობ ეს საქმეც უნდა დადო. თორე ძალიან მაღალი თანამდებობის პირები პარლამენტარები მფარველობენ ამათ და მათი ფულის ტრიალებს აქა და ეს ვიცით და ყველაფერი იცის უკვე ხა თბილისი ეს არ არის რა რაღაც ესეთი. მეც გაგებული მაქვს ამის შესახებ. ერთ რაღაცას ვიტყვი რა. რაღაცები ფაქტების დონეზე ვიცით, მაგრამ გამოასახლეს თუ გახსოვთ რა ჯაჯანიძის შოუში აჩვენეს ორი ინვალიდი ბებო რა. და ქალბატონს უნდა პასპორტის აღება რა და სავარძელში რო ამისა. აი ხა თქვენ არ გინახეთ წასული იყავი ირაკლი რა და პასპორტი უმისამართო შეიძლება ჩაიწეროს. და საცხოვრობო და ჩემი ყოფილი სახლის კარებთან სავარძელშიო და რადონის ცინიზმია ჩაუწერეს სავარძელი. თვითონ ხალხი კი არა. ამ კორპუსის წინ უმისამართო ზევარე სავარძელი და გავაშიარე დევს Facebook-ს. ეს ცინიზმია თუ რა არის აი ვერ გავიგე. უკვე ესეთი ნეოლიბერალური ლოგიკა. ეს არის ნეოლიბერალიზმის ძალიან ლამაზი შედეგი, რომ ადამიანი შეიძლება სავარძელში ცხოვრდეს, შეიძლება ხინძირას ცხოვრობდეს და მას აქვს უფლება, ადამიანს აქვს უფლება რომ შიმშილით მოხდეს რა. ამ უფლებით ძალიან დაგვაჯილდება. აი ზეგმე ხა უანონსებ ბათუმს 2 საათზე ერას მოედანზე ვართ. მაგას ვერ უნდა დაიწყოს ძალიან რადიკალური მოძრაობა, აუცილებლად მის უერთდები ამას აუცილებლად და ყველა უდელის და ერის და პერის ყველა უნდა დადგეს ამ გაჭირებული ხალხის ირგვლივ, გაჭირებული კი არა, ჩვენ ყველანი ვარ გაჭირებულები და
მაგრამ სულიერად დიდრები. ეხლა უნდა გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამას მოუწოდებ, რომ სოციალურ საკითხებს მიხედოთ, თორე შავდღეს აკვრის ხალხი. გისმენ, ჩემო ბატონო, აი ზარი შემოვიდა რეკლამის მერე იმისათვის, რომ მუსრი გაავლოს გაუაზრებელ კომერციას. გისმენ, ჩემო ბატონო. გესმით ჩემი ხმა? დიახ. გისმენ? ალო. დიახ, გისმენ, ჩემო ბატონო. გამარჯობათ. დიახ, გისმენ. ალო. გისმენ, ჩემო ბატონო, გისმენ. გამარჯობათ. დიახ. მე მინდა დავასახელო ორი მევახშე. დიახ, ჩემო ბატონო. ყოფილი პოლიციელი ბესიმ კედრიშვილი. ამჟამად ადვოკატი. ბესიმ კედრიშვილი ყოფილი პოლიციელი. მევახშე ადვოკატი. ესეთები ბევრნი არიან. მართოთ ხატიაშვილს ეთიკის კომისიას. და მეორე ზაზა ხატიაშვილს. და მეორე ნანა მეკოკიშვილი, მასთან დაახლოებული პირი. ეს ნანა მეკოკიშვილი მეკოკიშვილი, არსენა მეკოკიშვილის ნაცავი ხო არ არის? ნანა მეკოკიშვილი. მეკოკიშვილი არის არსენა ნაცავი. ხო, ეს მე ვახში ადვოკატების სიმრავლეც შეინიშნება. ჩვენ მიმართეთ ზაზა ხატიაშვილს. და უნდა მიმართოთ ზაზა ხატიაშვილს ეთიკის კომისიას, ანუ ასოციაციას ადვოკატთა. მიმართეთ ადვოკატზე და უნდა გავარიცხოთ. იმ ფორჩხიძეზე მივმართეთ, იმიტომ რომ იქ უკვე წარმოუდგენელი იმას რაღაცა დინაა გადაფორმებული. ანუ აქ რეალურად საქმე თვითონ მევახშეობენ, თვითონ ადვოკატობენ. ესეთი აი მართლა თაღლითების ჯგუფი არის, რაგვარია ეს ნანა ქადაგიშვილი. ეს სერიოზული თაღლითების ჯგუფი არის. თბილისში რა ქნეს ახლა შეგნებულად რა ქუთაისში და თბილისში სადაც პარლამენტია და სადაც ძალაა შექმნეს ჯგუფები ვითომ ჰიპოთეკარი დაზარალებულები რა მიდის ხალხი ეს საწყალი ხალხი უხდის ფულს ადვოკატს ჯერ სამოქალაქო საქმეში ხო ადვოკატთა ეთიკაში თურმე ყოფილა არ ვიცოდი სამოქალაქო საქმეში ადვოკატმა ორდერი შეუძლია მარტო რწმუნებით გავიდეს რა პატრიოტსანი ადვოკატი. ეს ვინ შექმნა ეს ჯგუფები? თვითონ ამათ შექმნეს არა, თვითონ ვისი ფულებიც არის ჩადებული. შექმნეს რომ ეს ხალხი დაგსაქსონ. არ მოხდეს კონსოლიდაცია. ეგ არ არის, ვინც ფულს ასეცებს. ანუ იქნება ჯგუფები რა. ერთად რამდენიმე ვითომ ადვოკატი და ეუბნებიან რომ მოდით და ჩვენ დაგეხმარებით. და სამდე შენ თაღლითები შეკრულები მევახშეებთან ძალიან მაგა. ეხა ეს წერა ანუ ეს ჩვენ ამაზე გქონდა გავარცხევ. ეს არის, ხო და ეს არის. ყალბია და ესეთი ჯგუფები ბევრია დღეს. აი ხა ეს ქადაგიშვილი რო ვახსენე. ეს ერთმნიშვნელოვნად ეს ერამ პროკურატურაში. ხო, ნანა ქადაგიშვილი, რომელზეც პროკურატურაშიც არის ბევრი საქმე შესული. ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა გააჩერა ეს საქმე პროკურატურაში, მაგრამ მე ვინაიდან ნუ მართლა ძალიან ბევრი მომჩივანი ყავს და დიდი თანხები აქვს აღებული. გესმის აი ამ ძალიან გაჭირებული ხალხისგან. გისმენთ ზარია რა? ალო. დიახ. გისმენთ ჩემო ბატონო. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით ჩემო ბატონო. მივესალმებით თქვენ სტუმარს მარინე ხატიაშვილს. კარგად მიცნობს მე მარინა ქალბატონი ირინა ვარ. ირა გიცნობ, როგორად გიცნობ? დიახ. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით აი ამ გამოსახლებების შეჩერებაზე 2013 წლიდან. ჩვენ კიდევაც ვიშიმშილეთ ბიზნესին 45 დღე. ეს მევახშეები რომლებიც არიან აქვთ 11000, 25000, 20000, 1500. აი ესე რატო არ იძიებს პროკურატურა აი ამას? არის ბევრი დევნილი, ბევრი სოციალურად დაუწველი. საიდან აქვთ მას 120 აქვს ბევრი დიდი მასალა აქვს. 1500 სახლის ქონება. ამას მფარველობს 11000 სახლი ერთ ადამიანს 11000 ხიდაშელი, უსუფაშვილი, საგანელიძემ რომელიც აქციაზე ჩვენთან ერთად მაგისი მევალე იმყოფებოდა, გამოიყვანა და უთხრა, ქალბატონო არ დამასახელო, თორე შვილებს ცოცხლად დაგიმარხავ. აი ეს ადამიანი პარლამენტში როგორ უნდა იყვეს? თინა ხიდაშელი როგორ უნდა იყოს? კუბლაშვილები როგორ უნდა იყვნენ? ყველა ვიცით, ყველა გაშიფრულები ყავს. კუბლაშვილებიც არიან მათ შორის?
დიახ საყვარელიძე, დავით საყვარელიძე, ჩემი მევახშის ფული მაგალითად. დავით საყვარელიძე რომელი? დავით საყვარელიძე, უკრაინაში რო წავიდა ეს პროკურორი. პარლამენტარი, პროკურორი რომ იყო. კი ბატონო, კი ბატონო. ესია უნდა გამოვფინოთ და აუცილებლად მივატოვოთ. არა, ისე რა თქმა თავარი არ არის სები, თავარია საქმეები, რომელიც ნამდვილად არსებობს, რომელიც ამ ხალხზეა მიბმული და ამ ხალხის მე რა ხდება ირაკლი, იმიტომ რომ ეს როცა ეს მებახშეები, აი თქვა ამ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ასე თქვა დაქირებული ადამიანები ვარდებიან გამოვონ მდგომარეობაში, მე თვითონვე ასახელებენ, გესმის, იმიტომ რომ ხა ეს არ არიან ხა ისეთი ადამიანები, გესმის, ან რაღაცა სერიოზული ინტელექტით მაპატიოს ყველა, მაგრამ ინტელექტით დახუნცლული ან რაღაცა ღირებულებებით, რომ ხა თქვა არ ჩაგიშვას და არ თქვას. ის როგორც კი ვარდება ჩიხში და ამდენი გამწარებული ადამიანი, ის ამბობს, აი ამ კაცის ფული, ეს ჩემი ფული არ არის. და ის ამბობს იმ სახელს და გვასწრებს მე. და ესენი ასახელებია, ეს ყველაფერი ცნობილია. აუცილებელია საჯაროობა უფრო მეტ. მე ვფიქრობ, ეხლა ჩვენ მოსახლეობის დაცვისათვის, არა საქართველოს მოსახლეობა გენოციდის საშიშროების წინაშე არის. გენოციდია ირაკლი. 80,000 კაცი შარშანდელი სტატისტიკას გეოვნები. 80,000 გამოასახლეს, 150 ელოდებოდა ეს შარშად. წელს რა მოხდა არ ვიცით ლევანდელი სტატისტიკა. 2,5 კაცი კრედიტ ინფოშია შეყვანილი. ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის ირაკლი 2,5 მილიონი. ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის ირაკლი ვის დაუჩოქებს ეს რა დოლარის ინფლაცია და ის და ბევრს კრედიტი აქვს რა. ვის მოუწევს ეს ჩადებული და ეს პრობლემა. ტელევიზიები ძალიან ერიდებიან ამ თემის გაშუქებას. არა შუქება. პირდაპირ ხა მე რამდენჯერმე თქვა იქ მაესტრო ვიღაცა მოვიდა მომენტალურად ამ ყოველფერს ჭრიან. მე შეყავდა ეთერში აი ეს ძალიან აი ესეთი ხალხი რომელიც ნუ ძალიან დაზარალებულია, ძალიან განადგურებულია, რა დაბნეულია გესმის და არც აქ აი თქვა კამერასთან ურთიერთობის ამბობს რაღაცა თქვა აი უცებ ისეთ ფრაზას რომელიც თქვა რაღაცა ხოლმე ხელი მოვაწერე, იმიტომ რომ ნუ იმ წუთას რაღაცა აფექტში ვიყავი, ესე ვიყავი და აი ესეთ რაღაცა ამოკვეთილ აი ამას უკონტექსტოდ უშვებენ ამ ემოციურ და მე აი ამ ემოციურ ფრაზაზე რომელიც თქვა ახლა ეს მაესტროს ეთით კომუნიკაციის პრობლემაა. ხო, გესმის და მე გამოდის ადვოკატი იმათი მხრიდან და აი ამ ემოციურ ფრაზაზე აკეთებს კომენტარს, რომ აი მან ხელი მოაწერა, მაგრამ როგორ მოაწერა ხელი, როგორ პირამიდაში იყო გაშვებული ეს ადამიანი, რომ ყველაფერი დაიწყო ბანკის დაბალი პროცენტიდან, ბანკმა როგორც კი 20 დღე გადაუცდა, ეგრევე მიამაგრა თქვა საქართველოს ბანკი პირდაპირ გიშვებს თავისივე მევახშეებთან ან მიკროსაფინანსო, ის მიკროსაფინანსო საიფაი ჯგუფი არის, ნუ პირდაპირ, ნუ აი ტერორზე აყავხარ, გესმის, მე გირეკა, იქიდან ის გირეკავს ის ჯგუფი, აი ჯგუფის წარმომადგენელი, რომ всё გადის ბინა, გეყიდით ხო დღეს ვყიდით ბინას. ამის პარალელურად მიცემულია ჩემი ტელეფონი მევახშეებზე. დღეში 20-ჯერ, 40-ჯერ, აი თვითმკვლელობამდე მიყავხარ, გესმის? აი მართლა 115 მუხლით უნდა აღიძრა. 450 კაცს აქვს თავი მოკლული. 450 ადამიანმა მოიკლა თავი და რამდენი გარდაიცვალა ინფარქტით? მაგი არ ვიცი. ეს უფრო მეტია, აი გუშინდელი ესა, ერთი ჩემი მეგობრის მეუღლე გარდაიცვალა, ეს რომელიც ვიცი. რამდენი არის კიდე ესე ინფარქტით მოკლეს მევახშეებმა. რა თქმა უნდა. მოკლა კაპიტალიზმი, პირდაპირ უნდა თქვა და რატომ მივესალმებით ამ დამღუპულ სისტემას ამ ქვეყანაში? რატომ გამიხარდა ეს ჩვენი მკვლელობა? სისტემას უნდა რეგულაცია. და სისტემის სათავეში უნდა იყვნენ აი ის ჩვენს მიერ დაქირებული ადამიანები, რომელსაც აზროვნება შეუძლია. არა, იცი რა არის, ახლა ამაზე სხვა აზრი შეიძლება იყოს. იცი რა, რეგულაცია ერთი საკითხია რა. რეგულაცია ნიშნავს იმას, რომელიც აი თქვა ფრანკლინ დელანო რუზველტმა მოიგონა ამერიკაში, მოიგონა გერაში მოიგო ახალი კურსის დროს და მე კიდე სხვა მთავრობებმა და ევროპის სოციალ-დემოკრატიული რეგულაციების სისტემა რა. ეს უკვე სხვა სისტემაში გადადის. როდესაც შენ აკრძალავ ადამიანის საცხოვრისის უფლება, მისი ფუნდამენტური უფლება, საჭმელი და საკვები და ეს ისეთივე უფლება, როგორც თავისუფალი სიტყვა. თავისუფალი სიტყვა არ არის მეტი უფლება, ვიდრე საჭმელი და საცხოვრისი, იმიტომ რომ ეს არის ძირეული ადამიანური ფუნდამენტური უფლება. დღეს ჩვენთან საცხოვრისი და საკვები ადამიანის უფლებად არ არის აღიარებული. ამიტომაც დასაშვებია ადამიანის შიმშილით მოკლა და ადამიანის სიცივით მოკლა. იცი რა, ირაკლი, მე მაინც გონია რომ აი ესეთი რაღაცები მაინც გადის ხოლმე რაღაცა პიროვნების ზღვარზე. როდესაც ყავს დღეს ჩვენ ომბუდსმენი, აღარ მახსოვს სახელი და გვარი და გონია რომ სრულიად კომიკური ფიგურაა. გონია რომ სრულიად კომიკური ფიგურაა. იმიტომ რომ ეს არა, აი საერთოდ მეში რაღაც ნუ რაღაცად მოგვიწერეთ ხო შეხვედრა და ადამიანს არ აქვს პასუხი არაფერზე და მე მგონი არც იცის ღრმად არაფერი.
ნუ არ ვიცი. მე ვიცნობ. ზედაპირული. შეიძლება, არა, მე არ ვამბობ, რომ ცუდი შტაბია, მე ვამბობ, რომ ამ ადამიანზე, ამ თანამდებობაზე ის არის კომიკური. შეიძლება სხვა სივრცეში და სხვა რეალობაში, რაც მისი რეალობა, იყოს სრულიად ბრძენი და მისაღები ადამიანი. თავისთავად ალბათონი ეკა ვესელია. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ ჩვენ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ვინ არის რომელიც ცნობს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას საცხოვრისზე და საკვებზე ადამიანის უფლებად ვინ არის ერთი აი დამისახელებელი პოლიტიკოსი არის ვინ მე ეგეთი ამიტომ მთელი ეს პოლიტიკოსები ხა უჩანანოაშვილი უმბუდსმენია უბრალოდ მაგრამ აი პოლიტიკოსი რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში არსებობდა საერთოდ ერთი პოლიტიკოსი მაინც არის რომელიც ადამიანის უფლებას საკვებზე და საცხოვრისზე ადამიანის უფლებად ცნობს არა აქედან გამომდინარე, მთელი პოლიტიკოსები არ უნდა იყო და ნაგვის კუჩი არ უნდა მოისროლო ერთად. ხალხი არ უნდა გამოვიდეს მასიურად კუჩებში და ეს სისტემა არ უნდა დაამხოს თვითონ, რომელსაც ქვია ლიბერალური სისტემა და არა დემოკრატიული სისტემა. მე ხარ რატო ამბობ ამას? იმიტომ ამბობ, რომ მაინდა-მაინც აკვიატებული მაქვს რაღაცა სისტემის დამხობა. უბრალოდ იმიტომ ამბობ, რომ ძალიან გამიხარდება, რომ ერთი პოლიტიკოსი მაინც გამოვიდეს ტელევიზორში და თქვას, რომ ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლება რომ კონდეს საცხოვრისი, თუნდაც ერთი კონსტიტუციაში გვიწერია და რაღაცა მატრასი მაინც კონდეს იქ და იქ იცხოვროს და საკვები და მედიცინა. მედიცინაზე სხვა შორის მიიღო ბატონი სერგეენკო ჩემთვის ძალიან დასაფასებელი პიროვნება. ამ კაცს ვაფასებ, ნამდვილად აი ეს საოცრად კარგად ეს რეფორმა არის ნამდვილად აი მადლობელი ვარ ამ խոսში ჩვენი რეალობის გათვალისწინებით მაქსიმუმი ეკეთება. ეს სხვა შორის კობა დავითაშვილსაც მიუძღვის დამსახურება იმას არ უნდა დაუკარგოთ და ვინც მაგაში მიიღო მონაწილეობა ბიზნესთან დაწყებული, მარგველათი დამთავრებული და ასე შემდეგ ყველას მადლობას ვეუბნები ამაზე. ზარია კიდევ ერთი ჩემო. ისმენთ ჩემო ბატონო, ისმენთ. პატივისცემით გაწუხებთ ადამიანი, რომელიც 3 წელია პირდაპირ გაგებით ოთარაანთ ქვრივივით დავდივარ და ვებრძვი სახელმწიფო მანქანას, სახელმწიფო მახინას. ყველა არის ერთი ოჯახის წინააღმდეგ. ლამის მთელი სახელმწიფო და რა ხდება? ვართ ოჯახის 4 წევრი. ერთი ოჯახის წევრის ოჯახში ცხოვრობს 8 სული, არის ერთი და 8 სულიანი. ამ დას მოტყუებით წინასაარჩევნოთ იმ რეჟიმის პირობებში 2012 წლის 17 ივლისს ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებაზე, დევლილი ოჯახი ვართ, ნუ დაგავიწყდებათ, ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც თურმე ჩემი და იღებს თავდებულებას, გვაცხოვრობს იმ ხარჯში, სადაც არასოდეს მასთან ერთად არასოდეს ღამე არ გაგვითენებია ცხოვრება კია და 12 წელი მარტო თბილისში ვიცხოვრეთ ქირით მე და ჩემმა დებმა. ეს ერთი და 8 სულიანი ოჯახი რომელიც გითხარით ცხოვრობდა ამ თავის ოჯახთან ერთად საშინელ პირობებში ადამიანი როდესაც უკვე ქუჩაში ვეღარ დაიძინებს და ვეღარ იცხოვრებს აი იზოლებული რო არის რომ სადღაც თავი შეაფაროს ზუსტად აი ესეთ ფაქტში ამ დროს ხელი მოაწერინეს წინასაარჩევნოდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა და იქაურმა უბნის კოორდინატორმა თუ კი ამ ფაქტს ჩემდა დაუმტკიცებდნენ საცხოვრებლად მაშინ ვალდებულებას იღებდა თუმცა რომ 3 და კიდე თავისთან ვაცხოვრობს ამ დროს კანონში პირდაპირ წერია რომ თითოეული დევნილი აუცილებლად თანახმა უნდა იყოს ანუ არის განაცხადეს მასაკს უფლება ან დათანხმდეს ან უარი თქვას შემოთავაზებაზე ხო საცხოვრისთან დაკავშირებით ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით არანაირი გაფრთხილება არანაირი ჩვენი თანხმობის არანაირი არც ვიცოდით ხო გეუბნებით და ჩვენ დასაზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი მე დაგვიჭირდა რომ ქირას ვეღარ ვიხდით მე და ჩემი დები და დევნილთა სამინისტროს მივუმატეთ დახმარებით რომ შეგვეციეთ თანხით $10,000 ეკვივალენტი რომ რამენაირად იქნება ჩვენ თვითონ შევიძინოთ საცხოვრებელი ფასისკო და რა გააკეთეს ამიწიალეს ნაბადიეთ გამოთქმაზე ამიწიალეს დევნილთა სამინისტროში გადაწყვეტილება რომ თურმე ჩემმა და მამას მოაწერა ხელი ასეთ მაშინ გავიგეთ მე და ჩემმა დებმა რომ აი ეს ფაქტი მოხდა რომ ჩვენ თურმე უკვე იზოლებით გადაადგილებული პირები, რომელიც ამდენი წელი ქირით ცხოვრობდით, დაგმაყოფილებულად ჩავითვალეთ თურმე სახელმწიფოსგან. 3 წელია ვივდით კარგ-კარგ დავდივართ. 2 სააპელაციო სასამართლო მოვიგეთ.
ეხლა ისე უზენაეში გამისაჩივრეს არიან არაკომპეტენტური პირები არიციან აი მაპატიეთ გამოთქმაზე რადი გალოჩკი მოდიან იმაში სასამართლო პროცესებზე ესწრებიან თვითონ დემოკრატიის სამინისტრო კიდე იმის მაგივრად რომ ჩემს მხარეს იყოს და ეს სასამართლოზე ბრძანოს რომ პირიქით მართალია ხო არ არის არაფერი შეუტყობინებია არ ჩვენი ხელმოწერებია არც არაფერი ხო აი ეს უკანონობას ვერ ვიქდა მთელი სახელმწიფო მანქანა სისის ქონების მართვა ეკონომიკის სამინისტრო დევნილთა სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვერდზის დევნილ ოჯახს რომელიც კარგ ავრდივას სამასავს ვეღარ პოულობს უკვე ბოლოს თუ კი ეხლა უზენაეში გადაეცა ეს მადერში იწერება ისე ვართ საშინელ გაუსაზრდელ პირობებში უმეშევრებივად ცოლადები რა გავაკეთოთ ის მივმართოთ ერთადერთი გამოსავალი თუ კი უზენაესი ჩვენ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანთ იძულებული ვიქნებით რომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ სიცოცხლის ფასად სხვა გამოსავალი ამ ქვეყანაში ვერ ვიპოვეთ 9 მთავრობა რომ შეიცვალოს თუ კი არაკომპეტენტური პირები ისევ თავიანთ ადგილებზე შედან არაფერი გვეშველება უღრმესი მადლობა და კარგად ვსწრდებოდეთ ეს ძალიან ტრაგიკული სურათი არის ქვეყანაში. მე მგონი ხო ყველა მიმართულებით მობილიზაცია უნდა მოხდეს თელი მოსახლეობის ამ ახალი არჩევნების წინ. რაღაც ახალი ძალამაინც უნდა შეიქმნას. ეს პარტიები, რომელიც დღემდე იყო 1992 წლიდან, ყველა პრაქტიკულად 92 წლის არჩევნებიდან დღემდე ყველა არის ლიბერალური კაპიტალიზმის მონებით დაკომპლექტებული ასე ვთქვათ ისე გამონაკლისების გარდა რა თქმა უნდა კარგი ადამიანები არიან ახლა დღესაც ნახე ერთი მშვენიერი პიროვნება პარლამენტის წევრი შეიძლება ვიღაცა იყოს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს აზროვნებაში მოხდეს გადატრიალება რომ ეს საშინელი გენოციდი მოსახლეობის რომელიც დღეს საქართველოში მის ადამიანებს ასახლებენ და შიმშილით კლავენ მე 300,000 კაცი უკვე ამ საშიშოების წინაშე ზოგი ან უკვე გამოსახლებულია ან უკვე და ამას ემატება აი ეს ლტობილების 2,5 მილიონი ახალი ციფრია კიდე მოსავალ რო დაიწყო ხვალ მათ ხალხმა ხო ტრაფიკინგის ხერფლი იქნებიან რა ღელბას მოუწევს 90-იანი წლებიდან დღემდე ვერ მოგვარდა აი ეს 95 წელს გაეროში ხელი რომ მოეწერა საცხოვრისეც მოეწერა ყველა ადამიანის ფუნდამენტალური უფლება ხო რომ 16 კვადრატი გაერო ამას აღიარებს მაგრამ ლიბერალური სისტემა ამას არ აღიარებს ლიბერალური სისტემის მიხედვით გაეროში ყველა არ არის ლიბერალური სისტემის წევრი მაგრამ თუმცა დღეს ესეც უნდა ვთქვათ ამ თემ სოფლიოში ლიბერალურ სისტემას აქვს აზროვნების ავტორიტარული წესით ჩაგდებული ხელში აზროვნების დისკურსის მონოპოლია ეგრეთ წოდებული რა. დისკურსი მათ ხელშია და ისინი ყველა ადამიანს ურეცხავენ ტვის იმ პროპაგანდით რომ საცხოვრისის და საკვების უფლება არ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. თუმცა ყველაზე დიდარ ქვეყნებში და მოწყობილ ქვეყნებში, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, გერმანია იქნება, საფრანგეთი იქნება, ინგლისი იქნება, იტალია იქნება და კანადა იქნება და ამერიკის შეერთებული შტატების ფრანკლინ დელანო რუზველტის და ლინდონ ჯონსონის რეფორმების მერე მაინც მინიმუმით უზრუნველყოფს თავის მთელ მოსახლეობას, ანუ 100%-ზე ვრცელდება ის ძირითადი უფლება, რომელიც არის საკვები ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკვე ევროპაში და კანადაში საცხოვრისი და საკვები. მაგრამ მთელ მსოფლიოში 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, 1 მილიარდი ადამიანი შიმშილისგან სულ ზღაფავს, ოფიციალური გაერო სტატისტიკა არის და დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანამდე ხელი არ მიუწვდება ელექტრობაზე, მინაზე და ნებისმიერ აუცილებელ კომფორტზე და არაფუფუნებაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ის რომ ადამიანმა ბუნებრივად იცხოვროს მისი ცხოვრების ციკლი. აი ამაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ ვერასოდეს ვერანაირ ადამიანი რომელსაც მხოლოდ იმით არის დაკავებული იფიქროს რომ სად გაათიოს ღამე რა რითი გამოიკუბოს ეს ადამიანი ვერ შექმნის ვერანაირ ფუნდამენტურ სისტემას ფუნდამენტურ საზოგადოებას რომელიც ღირებულია. ერთი შეკითხვა მაქვს ბატონ ირაკლისთან. და სახელმწიფოებრივი ინსტრუმენტი. იყავით დიდ კონფერენციაზე რა. ერთი საკითხი როგორ გონიათ ეხლა თქვენ მე ვახშეს მივაკითხო ფული მჭირდება და ავიღო და მე ხელსაც ვაწერ რაღაცებს და მე რაზე მომაწერიეს ხელი არის ნუ დაიჯერებ ხალხო არ არის ეგრეს რა საქმე გას
ეს ხალხი აიგზავნოს მემახშეობა ფერასთან აიგზავნოს მემახშეობა რას ვფიქრობთ ქვეყნები არის სადაც აკრძალულია მემახშეობა აიგზავნოს მემახშეობა რას ვფიქრობთ თქვენ არ შეიძლება რომ აიგზავნოს უნდა ამისათვის ბატონო ირაკლი ჩვენ არ ვამბობთ შეკითხვა მაქვს ერთი თქვენთან რა იყავით თქვენ ეგ მოძრაობა დიდი ხანია ებრძვის ამას განდის მოძრაობა ასეთ მიწების დაბრუნება და ის ხდება და რეცეპტები გვაქვს ესპანეთის, აგერ ჩეხეთის ის და მოდით დავიწყოთ და მივაწოდოთ მთავრობას ეს რამოდენიმე რეცეპტი როგორც შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა ხადროშა ინდოეთში ეკტა პერიშადმა იმ მოძრაობა რომელთანაც მე ვიყავი ახლა და რომელიც სოციალურ პროგრამებშიც მონაწილეობა მიმაღებიეს ეს ჩემი ასე ვთქვათ მივლინების ნაწილი იყო იქ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ყველაზე ღატაკ საზოგადოებებში როგორ ეხმარებიან ეს ერთი რომ მიწა სახლი დაიბრუნოს ადამიანს ის დააკარგიეს რა ზუსტად ესეთივე უკანონო სქემებით ხდებოდა ინდოეთშიც ამ ადამიანების მათი დისპოსესიზაცია ასე ვთქვათ მათი ყოველგვარი სარჩო საბადებლის და საცხოვრებელი ადგილის გარეშე დატოვება ამათ უბრუნებენ საცხოვრის მაგრამ მერე უკვე იწყება ეს თანამედროვე მწვანე ეკონომიკის ტიპის აქციები რომელიც მოიცავს იმას რომ მათთვის ყიდულობენ გარკვეულ საკერავ მანქანებს ასე ვთქვათ მეურნეობისთვის ეს სოფლის მეურნეობის გარკვეულ ხელსაწყოებს ასე ვთქვათ აპარატურას და მათ აბავენ აი გარკვეული ტიპის ეს არის მცირე სათემო საკუთრება და ასე ვთქვათ ესეთი მცირე ტიპის ასე ვთქვათ კოლექტიური და ნახევრად კოოპერატიული და ასე შემდეგ დასაქმების პირობებს გამოსავლები არის რა არის გამოსავლები არსებობს არსებობს მე აივანში კიდე სხვა გამოსავლებია იაპონიაში ამაზე მთავარია რომ იფიქროთ გამოსავალი არსებობს საერთოდ იმ ქვეყნის კულტურული ტრადიციების შესაბამისად ინდოეთში მაგალითად თავისებური ტრადიციული გარკვეული გარემო არსებობს რომელიც იმ სოფლებში არის მიღებული და იქ რო ჩაიტანო ტეხასის შტატიდან რაღაცა ტრაქტორი ჩაიყვანო და ტრაქტორი მისცა იქ მოსახლეობას იმას არ აიღებენ ელემენტარულად ყველას თავისებურად უნდა მიდგომა ისე როგორც ქართულს უნდა თავისებურად და სომეხს თავისებურად აზერბაიჯანის თავისებურად დაღესტანს მისი კულტურული თავისებური შეიძლება ნებისმიერ სოფელში იყოს სხვა კულტურა და ამას აკეთებენ ძალიან კარგად რომ ეკითხებიან თქვენთვის რა არის ყველაზე ზოგი სოფელში რომ მივედი იყო ეს თქვა საკერავი მანქანები ქალების დასაქმების ზოგიერთ სოფელში იყო ფერმერული კარგი მაგრამ ძალიან მინიმალურია ჯერ მოდენო ამ მარგულაშვილი საერთოდ მარკალა ბურგსის კარგი სახლია რაღაც ნუ ძალიან მიზერული ჩვენ ამას ნაირს მასაკ აი რაღაც ის ჩამული ამ სათემო რაღაც ახში ფენერია ხო გესმარა ეს მიზერია ეს არაფერი სახელმწიფოს დახმარება და მონდომებაა საჭირო და კეთილი ნება თუ არა ამ საკითხის მოგვარებას ხო არაფერი არ უნდა რა რეგულაცია უნდა მარინა ეხლა რაც შენათქვი და ვიღაცა იყოს თქვა ის კერძო მევახშეს თუ არ აკრძალავ მათ შორის იდგეს ვიღაცა რეგულაცია ეროვნული ბანკი კანონიკურია მაგას ის კანონი მიიღო მეტი არაფერი რა ხო არა ეს ერთია რომ კანონმდებლობა მიიღო მეორე ხა ჩვენ ამას უნდა ვიფიქროთ ჩვენ არანაირ ზეგავლენას არ ვახდენთ ჩვენ პოლიტიკოსებზე ეგრეთ პოლიტიკოსების კლასზე რომელიც ჩამოყალიბდა ერთი მხრივ ბურჟუაზიად და მეორე მხრივ ბურჟუაზიის მომსახურე პერსონალად არის მათ შორის ნორმალური ადამიანები მაგრამ პოლიტიკა ასე მოქმედებს რეალურად ჩვენ მათზე ზეწოლას კლასობრივ საკითხებზე აღარ ვახდენთ. 25 წელია ითვლება რომ ეს მემარცხენეობა არის რაღაც თუმე ძალიან ცუდი რამე, რაღაცა ლენინთან და სტალინთან აიგივებენ მემარცხენეობას და აქედან გამომდინარე საქართველოში მემარცხენე მოძრაობა პროკავშირი მაგალითად ძალიან კარგი რამეა და საჭიროა, მაგრამ პროკავშირულ აქციაზე მოდის მარტო რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ წარსულის ნარჩენებივით არის. ახალგაზრდობამ დააპირა რაღაც გაკეთება სოციალ-დემოკრატიული პარტიაში, რა არა გია ჟორჟოლიანი 3 წელია დუმს. ხმა არ ამოუღია გია ამოიღე, ხმა შეკაიკაცო, ამდენი ხანია პარლამენტში ხარ, ხმა არ ამოგიღია. 3 წელია პირველ მაისს გიცემეს ტელეპათია და დაგიშალეს. ხო და ეხლა არაფერი არ ხდება საერთოდ. არაფერი არ ხდება. ვიღაცები შევიდნენ პარლამენტში, მეგონა მემარცხენე გაიყიდნენ ფულებზე. ამას იღებენ დღე-დაღამე და სუსი მართავს ქვეყანას, რომელიც არის ხოფაკი ძაღლები დაქირავებული კაპიტალისტების მიერ მიქსეული თავის ხალხზე. იგივე სააკაშვილის კუდია. როგორ შეიძლება რომ ხალხი არ გამწადდეს და არ გამოვიდეს ამ საშინელი ხალხის წინააღმდეგ?
როგორ შეიძლება კლავენ, ხოცავენ, ხალხოთა და ამათ მიწევს საშუალება რომ ესენი აკეთონ, გამოვა აბა რას იზევს ეს ხალხი. მაგრამ მეორე მომენტია ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის ორგანიზება. ხა ტელევიზორში გამოვდივარ და ვლაპარაკობ და ვიყურებთ კიდევაც, მაგრამ უნდა დავიწყოთ ორგანიზების სწავლა და ურთიერთობის დამყარება, კომუნიკაცია აგრეთვე პოლიტიკოსების კლასთან, რომ ისინი იყვნენ ხალხის მსახურები და არა კაპიტალისტების და მდიდრების დაქირავებული მონები. რომლებიც უსრულებენ ყველაფერს, ან თვითონ არიან კაპიტალისტები. ეს კლასი, პოლიტიკოსების კლასი არის, ან თვითონ არის კაპიტალისტი, ან კიდე მონა არის და ან კიდე კანონს ქმნის ისეთ, რომელიც მდიდრისთვის არის, და ღარიბისთვის არაფრის მომტანი არ არის. ლიბერალიზმი არის ეს ბოლოტება. და ჩვენთან იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და საბჭოთა კავშირთან ასოცირდება მემარცხენე მოძრაობა, სისულელია ეს ყველაფერი. ამიტომ მემარცხენეობა ითვლება გამოსვლა სოციალური კავშირის წლიდან ვერ გამოვედეს სწორედ ეს ამიტომი. ეგ არის მთელი უბედურება. ჩვენი პრობლემა რა არის, რომ ჩვენ გვაქვს ეს საბჭოთა კომპლექსების გამო შეზღუდული აზროვნება და ვერ ვუკეთებთ საკუთარ თავს ორგანიზებას, ვერ გამოვდივართ აი ამ მოჯადოებული წლიდან, ვხედავთ რომ გენოციდის სახით კაპიტალიზმი და ლიბერალიზმი გვიკლავს შვილებს, ძმებს, დებს, გვიხოცავენ, სანდრო გირგლიანის მაგალითზე აიღოთ და ასე შემდეგ და ვერ უკეთებთ საკუთარ თავს ორგანიზებას იმისთვის, რომ მუშტი დავანახოთ აი ამ პარაზიტების ერთ პატარა ხროვას. ეს არის ძალიან ცოტა ხალხი. რეალურად ესაა, აი რო ავიღოთ არა, 10,000 ოჯახზე მეტი იქნება. არ იქნება. თელ საქართველოში. ეს ხალხი რომელიც აი ეს მევახშეები და ისე რაღაცას ვამბობთ არა? ის ვის დამფინანსებელია ამათ. ვინ უფრო მოერევა, ერთი მგელი და თუ 100 ცხვარი. ხო და ამ მთელი უბედურება იმაშია რომ ცხრები არ უნდა ვიყოთ. ცხრები არ ცხვარი არ უნდა იყოს ხალხი, ხალხმა თვითორგანიზება უნდა გააკეთოს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ თვითორგანიზება ისე რომ რეალურად თუ მოახდენ ზეწოლას პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონებს. თუ მოხდა ზეწოლა მაშინ შეშინდება თუ პოლიტიკოსები ეგრე მოქმედებენ. ჩვენ უკვე ვნახეთ რომ ვერ მიიღებს ვეღარანაირ კანონს. შემდეგიც არ მიიღებს. ამ პარლამენტს არ აქვს არანაირი რესურსი, გონებრივი რესურსი არ აქვს, ინტელექტუალური რესურსი არ აქვს. ამ პარლამენტში არის 2-3 ინტელექტუალი, რომელიც ისეა გაკურებული საკუთარი ინტელექტით, რომ ისეკით ვერაფერს ვერ ხედავს და არის დანარჩენი წერაკითხვის უცოდინარი მასა. აი ნუ ჩვენ პარლამენტი არის, ნუ აი ნუ ესეა თან. აი ადრე იყო რაღაცა ერთგულების ნიშნით პარლამენტი, ეხლა არის ხათრის ნიშნით პარლამენტი. ამიტომ ნუ აი ეს არის ალბათ პირველ რიგში დასაორგანიზებელი. მე არ ვიცი ეს როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ კიდევ ერთი ზარი. გისმენთ, ჩემო ბატონო. გისმენთ, ქალბატონო. ბატონო. მოგესალმებით ბათუმიდან, ქალბატონო მანადა, თუ შეიძლება ერთი წუთით. იხარეთ. გისმენთ, ჩემო ბატონო. ალო. დიახ, გისმენთ. ალო. იქ არ ესმეთ. გისმენთ. ალო. დიახ. ალო. გვესმის. მოგესალმებით ბათუმიდან. ბათუმიდან მოგესალმებით. დიახ. გვესმის. ბატონო ირაკლი, მშვიდობით ჩამოგზავნებას გისურვებთ ინდოეთიდან, რომ ჩამოგზავნით სახსალამათი დაგვიბრუნდით. ბატონო დავით, ქალბატონო მანდა მოგესალმებით. აი ხარ. გისმენთ. გაწდა. მეტი არაფერი არა გაგხსნათ. მეგონი გაიწეშა და დაუვანოსო ბათუმში. ზეგ შეხვდებით ბათუმში, ზეგ ბევრი ხალხი აპირებს ბათუმში ჩამოსვლას და სხვა შორის ძალიან დიდი მარშები იგეგმება და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობაც შემოგვიერთდება. ეკატერინშადიც აქვს მთელი ფილიალები იგივე ნიუ-იორკში, ბრაზილიაში, არგენტინაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ნეპალში, ბანგლადეშში, მალაიზიაში და ასე შემდეგ და ეს ორგანიზაციაც გვიერთდება და გეგმავთ მრავალათასიანი და საბოლოო ჯამში დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი შემოყვანას გეგმავთ თუ საქართველოს პარლამენტი 2020 წლამდე საკუთრების საკითხს არ გადაწყვეტს და არ გააუქმებს კერძო საკუთრებას ხილ ობიექტებზე 8 მილიონი ადამიანი შემოყვანას გეგმავთ იმისათვის რომ დავარბიოთ საქართველოს პარლამენტი. გისმენთ ჩემო ბატონო. გისმენთ. ალო.
დიახ, ქალბატონო გისმენთ. მოგესალმებით საღამოშიდობისა ბატონეთი მივესალმებით თქვენ სტუმრებს. დიახ, გისმენთ. საერთოდ ეს შეიძლება გაგვაგებინე ამ თაღებას უნდა რომ მარტო ხელფასები აიღოს. დეგენერატებია. ხო და ასეთი ცხოვრება ჯერ არ გასულა. ამოცნობა გაგვიკეთა. რა მარტო ხელფასები უნდათ ეს. იცი რა მე ხოშოს ის სულ მიყვარს ერთი რაღაცა რომ ადამიანი მოხდე რაღაცა ადგილას სადაც შეგიძლია რაღაცა დადებითი წვლილი შეიტანოს აი მე ეს ვერ რომ აი ლიბერალიზმი თუ რაღაც კაპიტალიზმი მე მგონია რომ ერთ ინდივიდზე ადამიანზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული და როცა და მართლა მარტო იმაზე ფიქრობენ რომ სახელმწიფო დანამატია როგორი იქნება ამას შეიძლება რაღაცა 3 წელია ამდენ რაღაცა ერთი ღირსეული კანონი როგორ ვერ უნდა მიიღო რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის რა მაგრამ ამ მეორე მხრივ ესე ვილაპარაკოთ არა იმაში გეთანხმები მარინა რომ ძალაუფლება რყნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყნის. რა თავისთავად ჩვენ ნახეთ ყველანაირი ტიპის პოლიტიკოსს 92 წლიდან. მაგრამ ეხლა მაშინ ესე ვთქვა. არა, როდესაც ჩარჩოები ლიბერალური, დღევანდელი ეს ორთოდოქსიული უკვე ნეოლიბერალიზმის არის ის რომ იყოს ეს კერძო საკუთრების უფლება თან სულ ობიექტებზე და 3000 და 11000 ბინისფლობა უკვე ხდება ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი ერთი ადამიანისთვის მოვლენა აი ეს უფლება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თქვა დათოსი ან ჩემი ან თქვენი უფლება სიცოცხლეზე საკვებზე და საცხოვრისზე ეს არ ითვლება უფლებად და ვიღაცის უფლება რომ ფლობდეს 23000 ბინას არის იმისი უფლება როგორ არის ის უფლება და ეს რომ საჭმელი არ ქონდეს და სიმინდი არ ქონდეს ეს რატო არ არის უფლება ვერ გავიგე მე არ მესმის გისმენთ შეუბატონო ზარია კიდევ გისმენთ მიყვარხარ ძალიან რომელ ევროკავშირზე შვილო რომელ ევროპაში შესვლაზეა საუბარი ასე უფრთხილდებიან ევროპაში თავიანთ პენსიონერებს დღეს 3 თვის პენსია ავიღე და უკვე წნევა მაქვს აწეული 40 ლარი დამექვით ეს ვერ მოაგვარეს რომ ერთი თვის წინწრებით რო აიღო პენსია ეხლა თანხას გიქვითავენ არ ვიცი გაუსაძლის პირობებში ვარ ეს როდემდე გაგრძელდება არის სამარცხვინოა ეს ყველაფერი ამიტომ პენსიონერებს ნამდვილად ასეა ამიტომ უნდა გამოვიდეს ხალხი უნდა გამოვიდეს ხალხი აუცილებლად მეორე ხალხი უნდა გამოვიდეს ამ საშინელი სისტემის წინააღმდეგ ეს ვერ მოაგვარეს 3 წელი რა შეიძლება ამაც აი ხალხიდან რო გავალ ეს პენსიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი მნიშვნელოვანია რომელი ერთი არ არის მნიშვნელოვანი ეხლა პენსიონერი რომელიც 3 თვის პენსიას იღებს და იქიდან ტოვებს 40 ლარს ანუ თავის რამის 2 კვირის საბჭოს საბრძოლოს უტოვებს ბანკს საშინელება მოკლედ არავითარ ყვითელს ამოუღებთ 2 დღის შემდეგ ჩვენ ესე იგი ბათუმში მოვდივართ ესე იგი 4 შაბათს 2 საათზე იქნებით ერას მოედანზე ყველანი უამრავი ხალხი მოდის შემოგვიერთეთ იქიდან და ვიწყებთ უკვე იწყება უკვე ხა საფუძველი ჩაეყრება უკვე დიდ საპროტესტო გამოსვლას სოციალური შინაარსით და ეს იქნება გაგრძელდება მანამდე სანამ არ დაკმაყოფილდება ადამიანების ფუნდამენტური ადამიანური უფლებების საჭმელზე და საცხოვრისზე და არ აიკრძალება ეს ესე იგი თავს გასული ყოველგვარ საზღვარს გადაცდენილი ნეოლიბერალური მევახშეებისა და ბანკირების ტერორი, რომელიც მოსახლეობაზე ვრცელდება. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. ჩვენთან ერთად იყვნენ მინდა მადლობა გადაუხადო დათო გრიგალაშვილს და ქალბატონ მარინა ხატიაშვილს იმისაც რომ დღეს ერთად ვიყავით და ჩვენ კიდევ ერთად ვიქნებით და გავაგზავნებთ 4 შაბათს გნახავთ ბათუმში 2 საათზე და 5 შაბათს აქ კიდე 9 საათზე. კარგად გრძანდებოდეთ.